მოგესალმებით. ახლა დაიდო ახალი ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში ფულად კომპენსაციას დახმარებას 709,000 ადამიანზე მეტი იღებს. ანუ თითქმის მილიონი. ანუ ხვდებით ეს რას ნიშნავს? ხვდებით, რომ ქვეყანა აღარ გვაქვს. მე ხელს არავისკენ არ გავიშვერ. კონკრეტულად ერთი პიროვნების და ხუთი პიროვნების ბრალი ეგ არ არის რა. ეს უნდა გავაანალიზოთ. აი ეს ბიზნესმენი, რომელიც 400 ლარს გიხდის ხელფასს, აი ის არის დამნაშავე. აი ის ადამიანი, ვისაც 10,000 ლარიანი ნომრები აქვს თავის მანქანაზე, თავის 500,000-იან მანქანაზე, აი ის არის დამნაშავე. აი ის ადამიანი, რომელიც მასწავლებელს 500 და 600 ლარს აძლევს ხელფასს, აი ის ადამიანი არის დამნაშავე. აი ის ადამიანი, ვინც ქუჩაში ხედავს ხელგაწულ დილ მოხუცს და არ ეხმარება, აი ის ადამიანი არის დამნაშავე. ანუ ჩვენ ვართ დამნაშავეები. არც ბატონი ბიძინა არის ამაში დამნაშავე, არც ბატონი მიხეილი და არც ვინმე სხვა პოლიტიკოსი. ეს უნდა გავიაზროთ, პრობლემა ჩვენშია პირველ რიგში რა. ხელის სხვისკენ გაშვერა არის ძალიან მარტივი ზოგადად. სხვაზე გადაბრალება საკუთარი უმწეობის, საკუთარი არარაობის, იმის აღიარება კი ყველაზე რთულია, რომ შენ ხარ არარა. და რეალურად ამ სამყაროში რამის შეცვლას ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ვეღაც იტყვის, რომ ეს დაგვაჯერესო, არავის არაფერი არ დაუჯერებია. ამოწიეთ თავები ტელეფონიდან ხანდახან მაინც, მიმოიხედეთ ირგვლივ აქეთ-იქით და შეხედეთ ხალხს როგორ უჭირს. ერთმანეთს აღარავინ აღარ უსმენს. ყველა აგრესიითაა ერთმანეთის მიმართ. სრული გულგრილობაა. არანაირი ალტრუიზმი. ანუ რა ხდება საერთოდ გიფიქრიათ ამაზე? იბერია გაბწყინდებაო, ღმერთი გვიშველისო, ღმერთი გვეუბნება, რომ გაანძრიე ხელი და გეშველებაო, ხო? ღმერთს ყველა ერთნაირად ვუყვარვართ, ღმერთს კი უყვარვართ ერთნაირად სულ ყველა, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ღმერთი? როდესაც მამაო ჩვენოს ვიძახით და ვამბობთ, რომ იყოს ნება შენიო, ვეუბნებით ღმერთს. მართლა გვინდა, რომ ღვთის ნება იყოს? თუ გვინდა, რომ ჩვენი გონებით, ჩვენი ბინძური გონებით და ბინძური გულით ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს ბინძურ გონებას და გულს სურს. დაფიქრდით ამაზე. ტყუილში ხო არ ცხოვრობთ, თავს ხო არ იტყუებთ სისულელეებით, ხო? დავდივართ ეკლესიაში, ვეზიარებით და რეალურად ვიღებთ ამ ზიარებას. ვიაზრებთ საერთოდ რამხელა რაღაცას ვეხებით ზიარების დროს. თუ ეს უბრალოდ აისეა რა, გადაქცეული რიტუალად უბრალოდ, ხო? მერე მოდის სასჯელი ამაზე, იმიტომ რომ რიტუალი იყო ეს ყველაფერი და გაუაზრებელი. მერე კითხვები გიჩნდება რატომ. ის ხომ ვიცით, რომ უფლის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, არც კარგი და არც ცუდი, ხომ? მაშინ პრობლემა უნდა ვეძიოთ საკუთარ თავში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მილიონი, თითქმის მილიონი საქართველოს მოქალაქე იღებს მატერიალურ შემწეობას სახელმწიფოსგან და ამ ორ ლუკმის ფულს უგდებენ. და ეს არის, ანუ საქართველო გაბწყინდება? კი, მე მწამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ. და როდესაც ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ, ხო? მეტი პასუხისმგებლობაა შენზე. ის კი არა, რომ გაძვრე, გამოძვრე, გაახალტურო, გამოახალტურო, ვეღაცას წაგლიჯო, წაართვა. ეგ არის ღვთისმშობლის წილხვედრილობა და წილხვდომილობა? არა. ნურას უკაცრავად, მეგობრებო. ამიტომ გთხოვთ. სხვას თავი დაანებეთ, კარგი. ვინც თქვენს გვერდითაა. ჩაიხუტეთ. უთხარით, რომ გიყვართ. ქცევაში და საქციელებში გამოხატეთ ეს სიყვარული. ნუ ხართ გულგრილები ერთმანეთის მიმართ. ძალიან მალე, ძალიან სწრაფად გადის დრო. არაფერი არ არის ეს ცხოვრება და ეს წუთი სოფელი. იმის გარდა, რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, გაუზიაროთ ეს სიყვარული, რაც გვაქვს შიგნით. ნუ ჩავიკლავთ შიგნით, ნუ იქნებით ბოღმიანები, გულგრილები, ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ეს ხო სიკეთის მომტანი არ არის ჩვენთვის, ხო? კაი, სხვას ატკინე რაღაც.
და რატო გიხარია, რა გიხარია, ხო? შეივსე? ხო იცი რომ უფრო გაცარიელებს ეგ ყველაფერი, ხო? ამიტომ გეხვეწებით, გთხოვთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ნუადგენთ ერთმანეთს. არა უშავს ვეღაცას რაღაც თუ შეეშლება, ნუ გადაულიცეთ ერთმანეთს. იმიტომ რომ დრო ძალიან მალე გავა, კიდევ ერთხელ გეუბნებით. და სიცოცხლის ბოლო წუთებში აი ის ცუდი არ უნდა გაგვახსენდეს რა. უნდა გაგვახსენდეს კარგი. რომ ბედნიერები გავიდეთ ამ ქვეყნიდან. ქრისტეზე უნდა ვფიქრობდეთ და არა იმაზე ვეღაცას როგორ ვადგინეთ. აბა თქვენ იცით, ჩემო მეგობრებო, მე მაინც მაქვს იმედი. იმედი არ მაქვს გადაწურული. ერთი დღე ნუმაცოცხლოს ღმერთმა მე უიმედოთ. მიყვარხართ ყველა, გეფერებით ყველას და ქრისტე გვფარავდეს. თავისი მადლიანი კალთა გადაგვაფაროს დედა ღვთისმშობელმა. ამინ.